მინდა სოლიდარობა გამოუცხადო მზია ამაღლობელს და ყველა რეჟიმის პატიმარს. რაც შეეხება პატიმრობას, სიმართლე გითხრათ, ის 11 დღე გატარებული უმნიშვნელო იყო, არაფერი არ ყოფილა ისეთი. იმის მიუხედავად, რომ ფიზიკურად ვიმყოფებოდით გისოსებს მიღმა, ასე ვთქვათ, ყოველი დღის განმავლობაში გულით, სულით ვიყავით აქციაზე და გათავისუფლებიდან მეორე დღესვე შეუერთით ისევ ამ საპროტესტო ჯაჭვს, ესე ვთქვათ. ყველაზე საშინელი ვფიქრობ და საზარელი მომენტი იყო არა თვითონ ის გატარებული 11 დღე, არამედ მანამდე რაც მოხდა სასამართლოზე, ან ის ფორმები, რა ფორმებითაც დაგვაკავა პოლიციამ, აი ნიღბიანმა პოლიციელებმა, ესე ვთქვათ, საერთო აბსურდული მიზეზების გამო უცებ სტაცეს ხელი და ისე გაგვაქრეს იქიდან, რომ აი არ ვიცი ვერც მიხვდით რა მოხდა და შემდგომ უკვე როდესაც გადაგვიყვანეს სამმართველოში, საერთოდ ისეთი პოლიციელი ავსებდა ოქს, რომელიც არც იმყოფებოდა იმ მომენტში დაკავების ტერიტორიაზე და შეიძლება საერთოდ საპროტესტო აქციაზეც არ იყო გამოსული. შემოსვლისას პირიქით მე მეკითხებოდა, რაზე დაგაკავესო და ეს არის ყველაზე საშინელი, რომ ანუ შაბლონური ტექსტებით უწევთ იმის დაწერა მოქმებში, ვთქვათ, რასაც დაავალებენ მათ. ანუ ეს არის უდიდესი სიცხვილი ჩემი აზრით და მოსამართლეები, სამარცხვინო მოსამართლეები, რომლებიც აი პირდაპირ მნიშვნელობით ცირკს თამაშობენ სასამართლო პროცესებზე, ეს არის მთავარი პრობლემა, ასე ვთქვათ რა. ბიძინა ივანიშვილის 12 წლიანი ბინძური სისტემის შედეგად ქვეყანაში აღარ არის პოლიცია და მასთან ერთად გაქრა სამართალიც და ის სამოქალაქო სექტორი, ის საზოგადოება, რომელიც ახლა არის ასე ძლიერად მართლა გაერთიანებული იდეის გარშემო, აუცილებლად იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში აღდგება სამართალი და მასთან ერთადაც პოლიციასაც დაუბრუნებთ, ასე ვთქვათ, იმ ღირსეულ სახელს, როგორცაც ის ატარებდა და უნდა ატარებდა. პოლიციელებზე საუბრობდი, იზოლატორში ან მანამდე ვთქვათ, გადაყვანის დროს სხვა დაკავებულებსაც ვეკითხებოდი. დაინახე, რომ ვთქვათ, ვინმეს აწუხებს, რომ მონაწილეობს ამ ყველაფერში, რომ ამ რეჟიმის სრულიად აბსურდულ დაკვეთას ასრულებს. სხვათა შორის აი მაგალითად ის პატრულ ინსპექტორი, რომელმაც ერთ-ერთი ჩემი დამკავებელი, ასე ვთქვათ, როდესაც შემოვიდა ოთახში, ეწუხილით მეუბნებოდა, რომ აი რა გინდოდაო რა. ვიქნებოდით მეც და შენც ეხა მშვიდათო, ანუ ეტყობოდა და თვითონ სასამართლო პროცესზე სხვათა შორის ეტყობოდათ მართლა სახეზე ყველას დაძაბულობა, იმიტომ რომ აი როგორი რამეა წარმოიდგინეთ, ფიცი გაქვს დადებული და სასამართლო პროცესზე ხელსაც გაწერინებენ და ფიც გადებინებენ იმაზე, რომ არ ყვები და ყვები სრულიად აბსურდულ რაღაცას, ყვები იმას, რაც არ დაგინახავს, ყვები იმას, რაც არ ყოფილა. ანუ ამაზე დიდი შეურაცხყოფა ჩემი აზრით და ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა არ შეიძლება დანაშაულია პირდაპირ მნიშვნელობით და მათ შორის ზუსტად იმისთვის უნდა ვიბრძოდეთ ჩვენ ქუჩებში, რომ ადამიანები არ იყვნენ ასეთ საშინელ წნეხის ქვეშ, იმიტომ რომ ივანიშვილს ფაქტობრივად ყველა ინსტიტუტი აქვს მიტაცებული, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს და სამართლიანი ქვეყანაში და თუ ქვეყანაში არ იქნება სამართალი, არ ვიცი, არ იქნება არც მშვიდობა და არანაირი განვითარება. აი შენი ისტორია, შენს გარშემო ან ზოგადად სხვების ისტორიებიც, შენ როგორ ხედავ, როგორ აისახა პროტესტის სხვა მონაწილეებზე? ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, შიშები არსებობს, ხომ? საკუთარი უსაფრთხოება, ოჯახის წევრების უსაფრთხოება, ეს წნეხი რამდენად მუშაობს ადამიანებზე, რომელთა ერთადაც შენ გახარ ქუჩაში და აპროტესტებ? ივანიშვილი ძალიან ცდება, ჩემი აზრით, თუ ფიქრობს, რომ თუნდაც ჩვენი დაკავებებით ხალხს შეაშინებს და იმ საპროტესტო ტალღას და იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც უკვე წლების განმავლობაში მიმდინარეობს ქვეყანაში, გაანელებს. ერთი რამე უნდა მიხვდეს, რომ განსაკუთრებით ის ახალგაზრდების ჭრილში სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდა და აპროტესტებთ ქუჩაში უკვე 2 წელიწადზე მეტია ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, რუსულ აღებულ კურსს, იმ სისტემაზე ბევრად ძლიერია, რომელიც ივანიშვილმა 12 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა. ბევრად ძლიერები ვართ, ჩვენ ვიბრძვით იდეის გარშემო, იდეისთვის, გვიყვარს ერთმანეთი, ვზრუნავთ ერთმანეთზე, გვიყვარს ჩვენი სამშობლო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და არც ერთი ბერკეტი, ვერც ერთი ბერკეტი ვერ იქნებათ ხელთ ისეთი, რომელიც გვაიძულებს, რომ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ის თავისუფლება, რომელიც ის თავისუფლების სურვილი, რომელიც ჩვენ ერთს თან დაყოლილი
ადგილი აქვს, შეუძლებელია ჩაქრეს, იმიტომ რომ ჩვენი თითოეული ჩვენგანის გულებიდან მომდინარეობს და ეს თავისუფლება ქართველი ერის გულში არ ჩაქრება არასდროს შეუძლებელია.